ლენინგრადის ოლქში პრიმორსკში რუსული სანავთობო ტანკერი იწვის. ტანკერზე ძლიერი ხანძარი სავარაუდოდ უკრაინული დრონების თავდასხმას მოჰყვა. უკრაინამ ღამით ლენინგრადის ოლქის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი კირიშსკის ქარხანაც დაბომბა. დრონებით თავდასხმას აქაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. უკრაინის საზღვაო ძალებმა დრონებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრი დაბომბეს. თავდასხმად 11 სექტემბრის ღამეს მოხდა, თუმცა ინფორმაცია უკრაინამ ოფიციალურად დღეს დაადასტურა. აღნიშნული საკომუნიკაციო ცენტრი რუსული ფლოტის ქვედანაყოფების კონტროლს უზრუნველყოფდა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს, აცხადებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი. კიტკელოგის თქმით, რუსეთის არმია ძლიერია, მაგრამ ისეთი აღარ, როგორც თავად რუსები ირწმუნებიან. უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის სამხედრო ძალის შემცირება და შესაბამისად უკრაინის დამარცხებაზე საუბარი აღარ არის, ამბობს ტრამპის წარმომადგენელი. თითქმის 4 საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. იქამდე კი სასამართლოს ხდომა დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გააძევა. იზოლატორი გამთენიას 25,000 ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა მურთა ზოდელავამ.